გაგიჟებოთ ამ ვიდეოს გასავლით როგორ უნდა გააკეთოთ ფოტოშოპში content aware და puppet warp. კარგი დავიწყოთ. ჩავაგდეთ სურათი. საიდანაც უნდა გავაქროთ საგანიან რაიმე ადამიანი. კარგი დავიწყოთ. პირველ რიგში მოვნიშნოთ აი ეს სურათი. აი ამიანაღეთ. აი ასე. კარგად შემოვაყოლოთ. კარგად გავაკროთ. კარგად მოვნიშნოთ აი ესე. მე დავაჭირთ ახლა ამას. დავინახავთ თუ არ რამე დარჩენილი. კარგად. აი ესე. კარგი, შენ დავაჭიროთ refine edge. აი აქ შავია ვირჩიოთ. რამე უფრო კარგად გამოჩნდება. შემდეგ მოვნიშნოთ smart radius და აი აქ ჩავწეროთ 7.5. აი ეს. შემდეგ აქ ასე გავუსვათ. უფრო კარგად გამოჩნდეს. აი ასე. არგეთ. ეს ასე. შემდეგ აქ მოვიშვით new layer. დავაჭიროთ ამას, შემდეგ okay. და აი ასე იქნება. კარგი. შემდეგ მოვიშვით აი ეს. და I am lasso tools it. Now შემოვატაროთ აი ამას. აი ეს. აჩვენება ზუსტად გავაკეთოთ ეს. თანაბრად შემოვატაროთ. შვეიცარიელი თანაბრად შემოვატაროთ. ასე. შემდეგ რომ მოვნიშნოთ ამას, ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს და fill. short fill აქ content error და აქ normal. opacity 100%. შემდეგ მივცეთ okay. და დაიწყებთ ეს გასვლას. და როდესაც გავაბოლოს აი ეს ტექსტი გაქრება აი ამ სურათიდან. აი როგორც ხედავთ გაქრა. მე დავაჭიროთ კეტერელი დეს რომ გაქრეს ეს მონიშნოთ. სულ გამქრალია. აი აქ უფრო სუფთად რომ გავაკეთოთ აიღოთ ეს იერარი. და დავაპატარავოთ და აი ეს კვამლი წავშალოთ. content error. ესე. აი ესე. შემდეგ ეს გავაჩინოთ აი ასე. ვიწევით. აი ეს ავიჩინოთ და ამას გადავაადგილებთ. შეიძლება გადაადგილება. აი. შემდეგ ახლა ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე გავაკეთოთ puppet warp.
შევდივართ edit და puppet verb. დავაჭერთ აი აქ და გამოჩნდება ეს mesh ქვია იმას იცავს დახალწი. აი ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ mesh და შეგვიძლია არ დავანახოთ. აი აქ მონიშნოთ როგორი გვინდა mesh ბევრი გვინდა იყოს თუ საშუალო ცოტა. ეს დავაწყოთ. შემდეგ აი ესე დავაწყებულოთ. აი და ეს წავშალოთ, აი ესე იშლება. აი, და გაიაკ. ველი შემონიშნე. უკიდე ფასახელს და ასე ავამოძრავო. ავწევით. აი, ასე შემიძლია ამოძრავებინა. შემდეგ ვაჭერთ აი აქ მეიკონზე დავაჭერთ და აი მოტოციკლები გადაადგილებულია. კარგით, გაგვეთილი დამთავრდა. მედია გაიგეთ, ნახვამდის.